დილა მშვიდობისა. დღეს ორშაბათია და მაღვიძარას დილის ეთერში კვლავ გამომხნევებელი ვარჯიშებით გიერთდებით. მე თათია დონაძე ვარ და ჩემთან ერთად არიან სპორტული ცეკვების სტუდია თელოს მოცეკვავები. მოგესალმებით გოგონებო. იმედია მელოდებით და უკვე მზად ხართ, რომ კვირა ენერგიულად დავიწყოთ. ფეხები დავდგოთ განივრად და დავიწყოთ მოთელვით, გახურებით. გავახუროთ მხრები. მოთელოთ მთელი სხეული. გავაღვიძოთ ჩვენი ორგანიზმი. 1 2 3 ეხა მეორე მხარეს გაიშალეთ მაქსიმალურად რაც შეგიძლიათ მხრებში ძალიან კარგი რამოდენიმეჯერაც და შეგვიძლია შემდეგ ვარჯიშზე გადავიდეთ შვენიერია ეხა ოდნავ ჩავშდეთ ფეხებში ხერებით დავეყნოთ ფეხებს და ვაკეთებთ შემდეგ ვარჯიშს ჯერ ერთ მხარეს ვიწევით შემდეგ მეორე მხარეს ანუ ვახურებთ ზურგის კუნთებს და ხერხემალს. ძალიან კარგი. გავიწელოთ მაქსიმალურად ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ. რომ ყველა კუნთი, მთელი სხეული კარგად გავახუროთ და გავაღვიძოთ, მოემზადოთ. რთული და დატვირთული დღისთვის. ძალიან კარგი. ხელები გვაქვს თავის ქვეშ უკან შეერთებული. ისევ მეორე პოზიციაში ვდგავართ, ჩდებით და ვაკეთებთ ერთი ფეხის გვერდი აქნევას. შემდეგ გადავდივართ მეორე ფეხი. არც სირთული ვარჯიშია, დარწმუნებული ვარ უკვე ჩვენთან ერთად იმეორებთ. მოდით 8 ჯერ გავაკეთოთ ეს ვარჯიში. ძალიან არ დავიტვირთოთ, ეს ხომ დილის გამომხნევებელი ვარჯიშებია და იმისთვის არის, რომ თავი ენერგიულად ვიგრძნოთ მთელი დღის განმავლობაში. შვენიერია. ჩვენი დღევანდელი ვარჯიშები დასრულდა. ის რომ წყლის დალევა არ შეიძლება, მავნებელია და თირკმელების გადატვირთვას იწვევს. ეს უკვე მოძველებულ და შედარებით მცდარ მოსაზრებად ითვლება. წყალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ორგანიზმისთვის. ამიტომ მისი მიღება ვარჯიშის დროსაც სათანადო და რაოდენობით ძალიან მნიშვნელოვანია. მე ხვალამდე დაგემშვიდობებით თქვენ წარმატებულ დღეს გისურვებთ. ნახვამდის!